ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, რათა ქაოსურ სამყაროში წესრიგი შექმნა. ადამიანები მუდმივად ომობენ ძლიერ ძალასთან, რომელსაც დედაბუნებას უწოდებთ. სასახლე, რომელსაც დღეს შევისწავლით, თავის ბის ბრძოლაში დამარცხდა. მას შემდეგ, რაც მისმა მზრუნველმა ინტერესი დაკარგა და ზეცაში არასრული. ერთ დროს აქ ცხოვრობდა მდიდარი ფრანგი ოჯახი, რომელიც შედგებოდა მოსიყვარულე წყვილისა და მათი სამი შვილისგან. ეს ადგილი ოჯახს 2 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა და თაობიდან თაობას მამისგან შვილზე გადაეცემოდა. ოჯახს მტკიცედ ჰქონდა ფესვები გადგმული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პოლიტიკაში. მათი გავლენა მთელ რეგიონში იგრძნობოდა და ქალაქში მრავალი ამბავი დადის იმის შესახებ, რომ ოჯახი კორუფციასა და ქრთამში იყო ჩართული. ამბები მხოლოდ ამბებია, სანამ ისინი არ დამტკიცდება. დღეს ჩვენ შეგიყვანთ მათ მიტოვებულ სასახლეში და ვეცდებით გამოვავლინოთ ის მოვლენები, რომლებმაც მისი მიტოვება გამოიწვია. მზად ხარ საინტერესო თავგადასავლისთვის? დედაბუნება ძლიერი ქალია, ის არავის ინდობს. დღეს აქ ვდგავართ სრულიად გადაზრდილი ფრანგული სოფლის სახლის ეზოში, რომელსაც ასევე ფრანგულ მანორადაც იცნობენ. ეს არის სიტყვა, რომელსაც ისინი იყენებენ დიდი ფრანგული ადგილების აღსაწერად. 10 წლევნების განმავლობაში, რაც ეს ადგილი მიტოვებულია, ვაზები და ბუჩქები ყველგან იზრდება ამ ეზოში. და როგორც ხედავთ, სახლი ახლა მთლიანად ბალახითა და მცენარეებით არის დაფარული. მოგესალმებით ყველას Pros of Decay-ის კიდევ ერთ ეპიზოდში. მე ვარ ლესლი და ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ეპიზოდით, რადგან ეს იქნება განსაკუთრებული გამოშვება. სასახლე, რომელსაც აქ ჩვენ წინ ხედავთ, ადრე დუბუას ოჯახის საკუთრება იყო. აქ ცხოვრობდნენ კაცი და ქალი სამ შვილთან ერთად. დიდებული ადგილი იყო და ამ ხალხს ფული და ძალაუფლება ჰქონდათ. კარგი, ეხლა ამ ეზოში გავილი და გაჩვენებთ ყველაფერს, რაც ამ სილამაზეში დარჩა. სევდიანია, როცა ესეთ ადგილებს ასეთ მდგომარეობაში ტოვებენ. ყოველ ჯერზე, ამდენი წლის შემდეგაც კი, ეს გრძნობა არ მტოვებს, როცა ვიკვლევ ასეთ ადგილებს. ისინი მაინც ფოულობენ ესეთ ადგილებს და აღარავინ ზრუნავს მათზე. მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ სასიამოვნოა ამ ეზოში სეირნობა. ეს ძალიან ბუნებრივია და შეგიძლია იგრძნო, რომ ბუნება აქ ბრუნდება. იბრუნებს იმას, რაც ადამიანმა ააშენა და რაც ადამიანმა წაართვა მას. ამ ადგილას საკვამური სინამდვილეში ძალიან დიდია. მიყვარს ისიც თუ როგორ ააშენეს ეს სასახლე. როგორც ხედავთ, კედელზე ქვები ღიად ჩანს და ვაზები მასში იზრდება. წავიდეთ ამ ადგილის წინა მხარეს და ვნახოთ, როგორ გამოიყურება. უნდა გავიარო ეს ბუჩქებით დაფარული ბილიკი, რომელიც სავსე ეკლებით. როცა მკვლევარი ხარ, ამას უნდა შეეგუო. ყოველ ჯერზე, როცა იკვლევ, ეკლები გესობა. ოი, კალი კამერაში გამეჩხირა. ვაუ. ეხლა ვიმყოფებით მამულის წინ. როგორც ხედავთ, ამ მამულის სიგრძეზე უზარმაზარი სათბურია გადაჭიმული. და ის ძალიან განსაკუთრებულად არის დაპროექტებული. ძალიან ფრანგულია, უნდა ვთქვა. და კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო, ყველა ბუხარი, რომელიც ამ ადგილს აკრავს. შევნიშნავ 4-ს. 1, 2, 3,
ერთი იქ უკან და ბოლო ზევით. საოცარი ამ ადგილის ნახვა. მართლა საოცარია. ეს ალბათ ყველაზე დიდი სათბურია, რომელიც ჩემს არხზე გადამიხია. ხეები უკვე ისევ იზრდება და იკავებს ამ ადგილს. ვაუ. მგონი აქ ადრე ქანდაკება იდგა, ალბათ ჩამოვარდა. და ეს არის მთავარი შესასვლელი, საიდანაც სახლში შედიხარ. ეხლა კი მთლიანად გადაფარულია. მოდით ვცადოთ და იქით გავიაროთ. და პირდაპირ სახლში. სათბურში. შეხედე ამას. სცენარები უკვე შიგნითაც შემოსულან. და როცა აქ შემოდიხარ, მაშინვე გეგებები ამ შესანიშნავი ჭაღის დამჯერით. არა, სანთლის დამჯერი, ბოდიში. ლამპარი დგას დერეფნის შუაში. ვაუ. და ასევე ეს ფერადი მინის ფანჯრები, ძალიან მომწონს ისინი. მეთხიბლს წენს ამ შენობას. მოდი სათბური ვნახოთ. ასე რომ ოჯახი დიუბუა ალბათ ხშირად იჯდა აქ და მინის საშუალებით ბუნებას თქმებოდა. აქაც კი ჰქონდათ ფანჯრები, რომლებსაც ხსნიდნენ და კეტავდნენ. გამარჯობა მარტინ. მარტინ დღეს ჩემთან ერთად იკვლევს სახურავში ხვრელები. ვაუ. შეხედე სათბურის ამ მხარეს. ისე ჩანს, თითქოს დედამიწაზე აღარავინ დარჩა. თითქოს ჩვენ ვართ უკანასკნელები. და ბუნება ნელ-ნელა იბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის. საოცარი. ეს ყველაფერი დაკეტილია მგონი. ძალიან მაგრადაა დაკეტილი. კარგი, ერთი კარი დავინახე, რომელიც მარცხნივ ღია და ნება მომეცით ეს ბოლო კარი შევამოწმო. და თუ არა, იმ სახლში შევალთ. კარგი ყველას. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ ეს კარი ჩემს წინ გავაო და ვნახო 10 წლეულების ისტორია, რომელიც მის მიღმა დარჩა. კარგი, ერთად ვცადოთ. გავხსნათ ეს სილამაზე. აი ლამაზი კარის სახელური საკმაოდ დაბალია სინამდვილეში. და ეს იხსნება ამ ადგილის დერეფანში. ვაუ. მოდით შევიდეთ შიგნით და ვნახოთ რა დარჩა აქ. და პირველი რაც აქ მარჯვე შევნიშნეთ, არის საკიდი, სადაც ყოფილი მფლობელები, დიუბუასის ოჯახი, ტანსაცმელს გიდებდნენ. შეგიძლიათ ნახოთ, ეს იყო მამაკაცის პალტო და ეს კი იმ ქალის, რომელიც აქ ცხოვრობდა. მისი საწვი მარი ჯერ კიდევ აქაა. საკიდზე კიდია, რომელიც პირდაპირ ამ სახლის დერეფანში მიგვიყვანს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ შესანიშნავ სასახლეში. პირველი რაც შევნიშნე ეს პატარა კალათა და უცნაური მიზეზის გამო შიგნით შპალერია ჩაწყობილი. ის რაღაცა პიკნიკის კალათას გავს. და მის უკან ასევე გვაქვს ეს ხის მარაო. ეს ვენტილატორი, როგორც თქვენ უწოდებთ მას. პირველი რასაც ასევე ვხედავთ არის სანთელი, ნახევრად ანთებული სანთელი, ლამაზი დიზაინით, რომელიც აქ დგას. რა მშვენიერი და მშვიდი დერეფანი გვაქვს აქ. დამწყლის სადრენაჟო არხის ქვეშ გვაქვს ეს ულამაზესი სკამი. მთლიანად გამოკვეთილი 1619 წელს, როგორც აქ წერია. 1619 წელი, ეს 400 წლის წინ იყო. ეს სკამი ალბათ მაშინ გაკეთდა და ის ჯერ კიდევ აქ დგას, ამ მიტოვებულ მამულში. ვაუ. რა გვაქვს აქ? უბრალოდ ზოგადი ნივთებია დატოვებული, რამდენიმე ტანსაცმელი. არაფერია განსაკუთრებულად საინტერესო. კარგი, შევიდეთ ამ დერეფანში. და მგონია, რომ ჩვენს წინ ვხედავთ კარს, საიდანაც ხალხი ადრე შედიოდა. ეს არის ეზოსის ნაწილი, სადაც ვერ შევედი, რადგან მთლიანად ბალახით იყო დაფარული. მაგრამ აქედან შეგვიძლია დავინახოთ მთავარი კარი. ალბათ ხალხი აქედან შედიოდა სახშილში. ეხლა ეს ადგილი ობობების ქსელებითაა დაფარული, რადგან წლების განმავლობაში აქ არავინ ყოფილა. მოდი შემუტრიალდები და ამ დერეფანს გაჩვენებ. რა სილამაზეა, ყველას გეუბნებით რა სილამაზეა. რაც პირველად მომხვდა თვალში არის ის, რომ დერეფნის შუაში კიბეზე ლამპარის ბოძია. ეს განათებული იქნებოდა
და დერეფან შეასვას განსაკუთრებულ შეგრძნებას მისცემდა. ვაუ, და შპალერი ისე კარგად ერწყმის კიბეებს. აქ კიბის საფეხურებზე ქოთნები და ფლაკონები ეცვა. და აქ ქვემოთ გვაქვს ქოლგის სადგამი, კიდევ ერთი უნიკალური ნივთი. სრულად ფოლადისგანაა დამზადებული და შიგნით ეს ლამპარია მოთავსებული. ეს რაღაც მატარებლის ან სამთო ლამპარს გავს. ალბათ შიგნით სანთელს ან ზეთიან ლამპას ანთებდნენ. შპალერი ნელ-ნელა იძურება, როგორც გარეთ, ისე შიგნითაც. ბუნება იბრუნებს ამ ადგილს. და გვაქვს ეს წყლის რეზერვუარი ამ ორი ონკანით. არ ვიცი რისთვის იყო ეს, მაგრამ ძალიან საინტერესო არტეფაქტია. აქ გუნკერდ შუაში გვაქვს სახლის ნახატი გარედან. ალბათ ეს იყო კი აშკარად ჩანს ეს კარები, ეს ის კარია, რომელსაც აქ ჩვენს წინ ვხედავთ. და აქედანაც ძალიან სუფთად გამოიყურება სამწუხაროდ. იქ ვერ მივედი, ვერ მივახციე სამწუხაროდ. მეჩეთი, აფრიკული მეჩეთი აქ კედელზე კიდე. ეს ადამიანები ალბათ ძალიან მდიდრები იყვნენ და სავარაუდოდ იმ დროსაც მოგზაურობდნენ მსოფლიოში. ალბათ საოცარი იყო იმ პერიოდში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. ისეთი მშვიდი, ისეთი წყნარი და ხელშეუხებელი. აქ კედელზე კიდია სასეირნო ჯოხი, ამ საკიდებზე კიდია ირემის რქაც. ვაუ, ეს უკვე ძალიან საინტერესო დერეფანი იყო და ეხლა ამ კარიდან შევიდეთ მეორე ოთახში. კარი ძალიან გაჯერდილია და ეს მიგვიყვანს სახლის საძინებელში. ძალიან უცნაურია, როცა საძინებელი პირდაპირ დერეფნის გვერდით გაქვს. სინამდვილეში ბევრ ადგილას საფრანგეთში ეს არ მინახავს. ძირითადად ასე იმიტომ აკეთებენ, რომ აქ მცხოვრები ადამიანები ასაკში შედიან და ვეღარ ადიან კიბეზე ზედა სართულზე. ამიტომაც დაალაგეს საძინებელი ქვედა სართულზე, მაგრამ ჩანს, რომ ეს საძინებელი თავიდანვე ამ ოთახისთვის იყო განკუთვნილი და ალბათ ყოველთვის აქ იყო. და ეს ძალიან უცნაურია, რატომ გააკეთეს ასე. აქ ზემოთ ქალის სურათი გვაქვს, მონიკი, ასე წერია ხელმოწერაზე. ვაუ, ძალიან ლამაზი ქალი იყო. და რაც მაშინვე მომხვდა თვალში, როცა ამ ოთახს შემოვედი, ეს ულამაზესი ტუალეტის მაგიდაა. მართლაც უნიკალური ნივთია, თითქოს ფილმიდან ამოღებული. აქ ადრე კიბეც იყო. აქ წინ სკამი უნდა იდგეს, მაგრამ ვეშსად პოულობ. მაგრამ სახლის დიასახლისი აქ დაჯდებოდა დილით. ილამაზებდა თავს, იბკურებდა სუნამოს. წყლით დაიბანდა სახეს ამ კალათით და ამ დოქით. წყალს დაასხამდა, ამ პირსახოცით დაიბანდა სახეს. ძალიან პრიმიტიული, მაგრამ უნიკალური მოწყობილობაა. რაც ყველაზე მეტად მომწონს ისაა, რომ ზედა ნაწილი მარმარილოსგანაა. აქ პატარა ბლოკნოტიც გვაქვს, ბლოკნოტზეც კი წერია notes ინგლისურად და არა ფრანგულად. და ეს არის რამდენიმე ჩანაწერი იმ ადამიანებისგან, ვინც აქ ცხოვრობდა ადრე. ქალი, ალექსანდერ ფუშენი. ვაუ. ეს ძალიან ლამაზი ნივთია. აქ ამ ლურჯ ბოთლს უყურებდი და მაშინვე შევამჩნიე. მოდი ცოტა ახლოს მოვიდანთ, თუ კარგად დააკვირდებით. ინგლისურად წერია sparkling water. ჩამოსხმულია ნიუ-იორკის Cellar Water კორპორაციის მიერ, დეტროიტში, მიჩიგანში. ღირდა $2 და მოცულობა 25 უნცია. ვაუ, მასში ჯერ კიდევ იყო წნევა, არ ვიცოდი. არ ვიცი თუ გაიგეთ ეს ხმა, მაგრამ გაზიანი წყალი ლურჯ ბოთლში. ძალიან მომწონს მართლა.
აქ არის რამდენიმე ინსტრუმენტი, სავარაუდოდ ფაილები ფრჩხილებისთვის. ვაუ. და შემდეგ გვაქვს ეს ბამბუკის სარკე ზემოდან. და კიდევ რამდენიმე სუნამოს ბოთლი აქვს გვერდებზე, პირდაპირ ტუალეტის მაგიდის გვერდით. აქვე გვაქვს პატარა ბიბლიოთეკა, იმ ადამიანის მიანის, ვინც აქ ცხოვრობდა. სინამდვილეში მათი სახელი არ ვიცი, სამწუხაროა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ადგილის დათვალიერებისას კიდევ რამეს გავიგებ. კიდევ ერთი პატარა შესანახი ყუთი მგონია. არა, ესეც ერთ-ერთი ინწყლის რეზერვუარებიდანა. კარგი, აქ ქვემოთ პატარა უნკანს ხედავთ. ეს იყო გალათა, სადაც წყალს ასხამდით და ბუხრისთვის შეშაც აქვეა დარჩენილი. ადრე თითოეულ ოთახში ასეთ ბუხარს აყენებდნენ, რადგან ცენტრალური გათბობა არ ჰქონდათ. გარეთაც ვნახეთ, ამ სახლში სახურავზე რამდენიმე საკვამურია, ამიტომ სახლში რამდენიმე ბუხარია განთავსებული. კარგი. აქ ბუხრის ზემოთ კიდევ ერთი შესანიშნავი ნახატია. როცა იმ დროს ადამიანები ფოტოს იღებდნენ, ეს ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა იყო. იცვამდი საუკეთესო ტანსაცმელს, წინასწარ გეგმავდი, ელოდებოდი ამ დღეს, რადგან ფოტოს გადაღება თითქმის არასდროს ხდებოდა. ეს ძალიან იშვიათი მოვლენა იყო. ზოგიერთ ადამიანს მე-18-მე-19 საუკუნეებში ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი ან ორი ფოტო ჰქონდა დარჩენილი. ეს ძალიან ფრანგული გარეგნობის კაცია. დინო როსი, ესე წერია აქ. შესანიშნავია, კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ამ მშვენიერ საძინებელს, სანამ გავაგრძელებთ. ლამაზი კარადა, რომელიც მთლიანად ამ სპილენძის დიზაინებითაა გაფორმებული. მიყვარს ეს, მოდი გავხსნათ, ნახოთ თუ გაიხსნება, რადგან საკეტი აქვს. როგორც ჩანს, ძალიან დაკეტილია. ვცდილობ, მაგრამ ვერ ვხსნი და ძალით არ გავხსნი, რადგან ეს ჩემი სტილი არ არის. ჯვარი იყო აქ. ადრე აქ პატარა რელიგიური ემბლემა იყო, მაგრამ ახლა აღარ არის, გაქრა. შპალერი ძალიან ლამაზია და აქ გვაქვს საძინებელი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ერთადგილიანი საწოლია მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. მხოლოდ ერთი ადამიანისთვისა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი მიტოვებულია ეს ადგილი, საწოლი მაინც აქ არის. საწოლი და კარადა ერთმანეთს ავსებენ, დიზაინებიც მსგავსია. და ყოველთვის მომწონს ეს პატარა სკამები, რომლებსაც საწოლების წინ აყენებდნენ. ხალხი დილას აქ მარტივად დაჯდებოდა, ჩაიცვამდა ტანსაცმელს, ჩაიცვამდა წინდებს და შემდეგ სახლიდან გავიდოდა და თავის დღეს გააგრძელებდა. ამ ოთახში მუსიკის დასაკრავად პიანინოც კი დარჩენილია. უნდა დავაკვირდე ახლოდან. El Edge, პარიზშია დამზადებული. ნეტა ვისევ უკრავს. ძალიან სუსტად ძლივს უკრავს. დიდხანს იყო მიტოვებული. როგორც ჩანს, აქ ზემოთ ენციკლოპედიებიც გვაქვს. ესენი ისტორიული ფრანგული ენციკლოპედიებია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ციხესიმაგრის ინტერიერი. ისტორიული არტეფაქტები ამ წინში ახსნილია და გამოსახულია. აქ შეგვიძლია დავინახოთ ის აფრიკული ნიღბები, რომლებიც სახლშიც ვნახეთ დაბრუნებისას, ის რომელიც დერეფანში იყო. ისტორიული ენციკლოპედიები. არბიქიუმ დახატა ეს არის ხელმოწერა აქ. და ამ ოთახშიც კიდევ ერთი გარდერობი გვაქვს. ეს როგორც ჩანს ჩაკეტილია, ძალიან ჩაკეტილია, ვერ არ ხსნით ამას. ასე რომ ეხლა უკვე მთელი საძინებელი ვნახეთ და დროა ამ კარისკენ გავემართოთ. მაგრამ ჯერ შეხედეთ ზემოთ. იგივე სურათი ან ნახატია, როგორც ოთახის მეორე მხარეს ვნახეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ამ სახლის ბებია ბაბუები იყვნენ, რადგან ეს ძალიან გავრცელებული რამაა ფრანგულ სახლებში.
ისინი თავიანთი ბებია ბაბუების სურათებს პატივისცემის ნიშნად სადმე სახლში, ძირითადად საძინებელში კიდებენ. მოდი გავხსნათ ეს სილამაზე და ვნახოთ, რა იმალება მის უკან. ძალიან ვიწრო კარია, რომელიც პირდაპირ მის საღებ ოთახში გადის. სახლის ძალიან განსაკუთრებულ ოთახში, როგორც ხედავთ. ვაუ! მოდით ჯერ ზოგად ხეც მოგცემთ ამ ადგილის შესახებ. აქ ადამიანები საღამოს ან ღამით ისვენებდნენ და ერთობოდნენ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. მართლა ძალიან მომწონს ამ ოთახის სტილი. უბრალოდ ხურებაც კი სიამოვნებას მანიჭებს. მოდით ჯერ ამ შპალერზე გადავიდეთ და ვფიქრობ, ეს შპალერი არ არის, რაღაც ხალიჩას გავს. არა, ეს შპალერია, მაგრამ რაღაც ხალიჩას გავს. ის ძალიან გულდასმით არის დაპროექტებული და აქ მოთავსებული, რაც ამ ოთახს ნამდვილ ხასიათს აძლევს. კარგი, ამ ოთახში კიდევ ერთი საწოლია. ძალიან პატარა ბავშვების საწოლია. რატო არის ეს აქ? ალბათ ბავშვი იძინებდა ამ ოთახში. ისინი სამნი იყვნენ, დედა, მამა და სამი ბავშვი. მაგრამ ბავშვები ალბათ აღარ იძინებდნენ აქ. შეიძლება შვილი იყო, რომელიც ხანდახან მოდიოდა. ჩვენ გვაქვს ხელით დახატული ნახატები, რომლებიც ფრანგული კოლონიზაციის თემაზე კედელზეა ჩამოკიდებული. აქ კედელზე ვხედავთ ტრიუმფალურ თაღს და პარიზს. ვაუ! და შემდეგ აქვე, ჩვენს წინ, ეს სეკრეტერია. კიდევ ერთხელ ძალიან მშვენიერი ნამუშევარია, სრულად დეტალებში ამოჭრილი. შეხედეთ ამას. გვაქვს ეს ლომის თავები ორივე მხარეს, რაც ამ ნამუშევარს ხასიათს წენს. მოდით ვცადოთ გავხსნათ. აი ესე. აჰა, შეხედე. ნახე როგორ ამჟღავნებს თავს. საოცარია პირდაპირ ავეჯიდან გამოდის. უკან იკეცება, როცა ვაბრუნებ. და ასე რომ ხსნი. ვაუ, ამასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ალბათ ძალიან ძველია. არაფერია. აქ მხოლოდ რამდენიმე რამ დარჩა. ეს სათამაშო ბანკოები. ეს საპარსივით გამოიყურება და დიახ, ასეც არის. საპარსი კაცისთვის. საპარსიპირი, როგორც თქვენ უწოდებთ. აქ ზემოთ გვაქვს რამდენიმე არტეფაქტი. პატარა ქანდაკება. ვაუ. რამდენიმე სკამი. მგონია რომ ეს სკამი ადრე სწორედ ამ ბიუროსზე იდგა. აი ესე. როგორც ხედავთ, ჩემი აზრით ეს კარგი კომბინაცია. ირგვლივ ტყავის გადასაკრავი აქვს. ვაუ. და შემდეგ პირდაპირ საძერი მაგიდის გვერდით აქ გვაქვს ეს გაწყობილი სკამი. შეხედე ამას. ზედ გამოსახულია რამდენიმე აზიელი ადამიანი. შესანიშნავი ავეჯის გადასაფარებელია ყველგან გარშემო. და შემდეგ ზედანაწილში ხის კვეთილებია. მაგრამ სამწუხაროდ ხის ჭიებმა უკვე დაიპრეს ეს ნივთი. აქ კუთხეში ეს კარადა დგას. ვაუ, სინამდვილეში ძალიან ლამაზი კარადაა. მაგრამ მას გამოიყენეს მის უკან არსებული კარის დასაფარად. ეს ხომ სიბიჟეა, არა? და ამ ოთახის ყველა კედელზე გამოსახულია ნახატები, სურათები და ნახაზები საფრანგეთის დროიდან, მე-16 და მე-17 საუკუნეებიდან. აქ შეგიძლიათ ნახოთ საბრძოლო გემები, მეკობრეების გემები. ზემოთ კი გამოსახულია პარიზი. აქ ხედავთ ამ ქალბატონს. ხელმოწერაზე წერია 1821 წელი. მინდოდა იმ დროს მეცხოვრა და მეცადა, როგორი იქნებოდა მაშინ ცხოვრება. საოცარი პიანინო, რომელიც აქ დატოვეს და ჯერ კიდევ უკრავს. შემდეგ გადავიდეთ ამ ოთახის მთავარ ნაწილში. სასხდომის სივრცე, სადაც შუაში დიდი სარკეა. ვაუ.
ჩვენს წინ პირდაპირ პატარა მაგი დაავიტყოდი, რომელზეც რამდენიმე წიგნია დადებული. აქაც ენციკლოპედიებია. ლამაზი ნახატებით შიგნით. მომეცი, ეს შემოვატრიალო და გაჩვენო ამ წიგნების შიგთავსი. დიახ, ეს ნამდვილად კიდევ ერთი ენციკლოპედია, რომელიც აქ დარჩა. ჩემი გულწრფელი აზრით, ოთახის ეს კუთხე ყველაზე შთამბეჭდავია სარკით და ბუხრით იქ. მოდით ახლოდან დავაგვირდეთ, რადგან კი ეს ნივთის სხვა სამყაროდანაა, ის ციხესიმაგრეში უნდა იყოს. ის უნდა იყოს შენახული და არა მიტოვებული ესეთ ადგილას. ვაუ, აქ აქვთ ქალის წინა და უკანა მხარის ქანდაკებები, სარკის ორივე მხარეს, თაბაშირისგან გაკეთებული, მართლაც მშვენიერია. და შემდეგ გვაქვს ეს სპილენძის, ან არა, ასევე თაბაშირის ნამუშევარი, რომელიც მთლიანად დაფარულია ოქროს ფენით. ამ ორი ადამიანის გამოსახულებაა ალბათ საცეკვაო წვეულებაზე. ქვედა ნაწილზე აწერია In play the Paris. პარიზში საცეკვაო წვეულება. ზეთის ლამპა პირდაპირ აქვეა. ეს არის პატარა ბორბალი, რომლითაც ცეცხლი ირთვება და ითიშება და მისი სიმძლავრე კონტროლდება. ვაუ. ზეთიანი ლამპრის ფეხებზე კიდეც სახეებია გამოსახული, საოცარია. ყველა მაგ შეხედეთ, ბუხაში ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე შეშის ნაჭერი. ეს ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია. და ეს გერბები, რომლებიც იქ გამოსახეს, ასევე ძალიან უნიკალურია. ახლა კი ობობის ქსელები იპყრობენ ამ ბუხარს. რაც აქ ბუხრეს წინ შევნიშნე, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, საოცავი სკამია, რაც კიდევ მე მინახავს. ნება მომეცით გაჩვენოთ, როგორ იყენებთ მენ ასეთ სკამს. მოდით კამერას აქ დავაყენებ, რომ საოცავი სკამი კარგად დაინახოთ. და ასე დაჯდებოდით ფეხებით ან მუხლებით მიტანილი სკამთან და აქ დაასვენებდით ხელებს. შეგეძლოთ ასე კელოცად. უბრალოდ ყველა ლოცვას ასე აღავლენთ და სწორედ ასეა. რატომაც არის ასე დაბალი, სწორედ ამისთვისაა გაკეთებული, რომ იდაყვები დააყრდნო, შემდეგ ხელები დაკეცო და ილოცო. შესანიშნავი ავეჯის ნიმუშია. ძალიან ძველია, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური არ ვარ, დიდ პატივს ვცემ იმას, თუ როგორ ამზადებდნენ ასეთ ნივთებს ადრე. ვაუ, მოდი ლამაზად დავაბრუნოთ ბუხრის წინ და აგრეთვე ის გადასაფარებელი, რაც მასზეა. აქ ქვედა ნაწილში გვაქვს ეს ჯვარი, ეს ყვითელი ჯვარი და შემდეგ ეს ლამაზად შეფერილი გადასაფარებელი. მთელ ზედაპირზე ხის ნაკეთობა. ხოლო ზედა ნაწილში კიდევ ერთი გადასაფარებელია, რომელზეც რაღაც ასოებია. მომხიბვლელია, უბრალოდ მომხიბვლელია. აქ მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ უფრო მეტი ავეჯია. აქ არის ეს დივანი, ეს პატარა დასაჯდომი ტახტი, სადაც ყოფილი მფლობელები ღამით ისვენებდნენ. ვაუ, ისევ ძალიან ლამაზი გადასაფარებელია მთელ ზედაპირზე. თავად დომინირებს. მიყვარს ფერები, რომლებიც ამ სახლში ყველგან ჩანს. შპალერზე, სკამებზე, სალოცავ სკამზე, რომელიც ახლახან ნახეთ. აქ ყოველი ავეჯის ნაჯერი ბედნიერი გამოსახულებაა. ვაუ, აქ შეგვიძლია დავინახოთ ცხოველები. მითიური ცხოველებიც კი, რადგან ამ ცხოველს ფრთები აქვს და მითიურ ლანდშაფტში დადის. ძალიან ლამაზი გადასაფარებელია მთელ ზედაპირზე. და ესეც ძალიან მომწონს. შევიძლიათ ნახოთ ქალბატონი ქოლგით, რომელიც ციხესიმაგრის ან აზიური სასახლის ბაღებში სეირნობს. აქ უკან ჩანს სადღაც იაპონია, ჩინეთი, კორეა. ვაუ. დრაკონი ამ კაცის მარცხნივ. საოცარი ავეჯია ჩემი აზრით. ჯერ გარეთ არ გაჩვენეთ, მოდით ახლავე გაჩვენებთ. მოდით გავხსნათ. ასე გააღებდით კარს ან ფანჯარას ამ საკეტებით. ეს ძალიან გაჭედილია. მოდი ეს არ გავხსნათ. ავიღოთ მეორე და გაჩვენებთ ამ ადგილის გარეთ. ხო, ეს ირება, კარგი. ეს იყო უკანა ეზო, სადაც ახლახან ვიყავი. შეხედეთ ამას. ხალხი აქედან უყურებდა ბაღებსა და სახლს უკან მდებარე მინდვრებს.
მაგრამ ახლა ეს აღარ არის შესაძლებელი, რადგან ყველაფერი მთლიანად ბუნებამ დაფარა. მიყვარს აქ ყოფნა, ჩიტების მოსმენა, ფოთლების ქარში ტრიალი. განა ეს არ არის მშვენიერი. და კიდევ ერთი ბოლო რამ გვაქვს ამ ოთახში. ეს დიდი ბიბლიოთეკაა, ეს დიდი წიგნების თარო აქ ბოლოში. წიგნების თაროს ზედა ნაწილში ამოდვიფრულია გლობუსი, რომელიც მთლიანად აქ არის ამოკვეთილი. აქვე პატარა წიგნიც კი არის ამოდვიფრული თაროში, ასე რომ ეს თარო სპეციალურად ამ წიგნებისთვის არის გაკეთებული. როგორც ხედავთ, ეს ადამიანები ძალიან მდიდრები იყვნენ. იმ დროს ასეთი ავეჯის შეძენა დიდი ქონება უნდა დაჯდომოდა. მოდით გავხსნათ ეს სილამაზე. და ყველა ამბობს. სოფლიოს გარშემო, Tour de Monde. ალბათ ისინი კულტურულ მოგზაურობებზეა, საფრანგეთის მოგზაურობებზე. აქ ახსნილია საფრანგეთის ყველა მოგზაურობა და კოლონიზაცია უბრალოდ საოცარია. მეტი დრო რომ მქონდეს ამ ოთახში დავჯდებოდი და ამ თაროს წიგნებს წავიკითხავდი. მჯერა თქვენგან უმეტესიც ასე მოიქცეოდა, როგორც მე მოვიქცეოდი. მოდით ერთად გავაკეთოთ ეს ყველამ. ისეთი საოცარი იქნებოდა ესეთ ადგილებს ჩემს გულშემატკივრებთან და ყველა თქვენთან ერთად რომ ვიხილავდე, ვინც ამ ვიდეოებს უყურებთ, მაგრამ მე შემიძლია თქვენთან ერთად წადიყვანოთ. ეხლა თქვენთან ერთად მოგზაურობას ვიწყებ, მაგრამ მხოლოდ ვირტუალურად, ასე რომ დიახ, ეს რაღაცით იგივეა. წავიდეთ კიდევ უფრო შორს და ვნახოთ სახლის დანარჩენი ნაწილი. ეხლა ისევ დერეფანში ვარ და ეხლა ხან შევნიშნე, რომ ამ სკივრის თავზე ეს უზარმაზარი გასაღები დევს და შეხედეთ მის ზომას. ის ალბათ ისეთივე დიდია, როგორც ჩემი ხელის გული, შეიძლება უფრო დიდიც კი და მაინტერესებდა, სად გამოიყენებოდა ეს გასაღები. ამ სკიურზე ან სადმე სხვაგან ნახრედი არ ჩანს, ასე რომ ალბათ ეს გასაღები ციხესიმაგრისთვის ან მსგავსი რამისთვის იყო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. კარგი, ამ ორ ოთახს რომ გადავხედეთ, ეხლა დროა აქ გადავიდე და ამ კარიდან შევიდე ამ უცნაური სახლის მეორე ნაწილში. ვაუ! პირველი რაც შევამჩნიეთ ამ ოთახში შესვლისას, ეს უზარმაზარი ოქროთი დაფარული სარგეა პირდაპირ ჩვენს წინ. რა შესანიშნავი ნალნივთია, ალბათ ადრე სახლის სხვა ნაწილში იყო, მაგრამ შემდეგ აქ ამ ოთახში დაადგეს. მომხიბვლელი დიზაინია. ზედა ნაწილი გვირგვინივითაა, აქ კი ნიჟარას ჰგავს, ზღვის ნიჟარასავით. ვაუ! და აქ ასევე იყო ეს უზარმაზარი სვეტი, რომელიც ალბათ ბიუსტის ან მსგავსი რამის დასადმელად იყო განგუთვნილი. ეხლა ვიმყოფები სასადილო ოთახში, იმ ადგილას, სადაც ოჯახი ალბათ ერთად ვახშმობდა. ჯერ კიდევ წარმომიდგენია, როგორ ისხდნენ აქ მაგიდასთან და ერთობოდნენ. ეს ნამდვილად შესანიშნავი სანახაობა იქნებოდა იმ დროს. ჩვენ ზემოთ არის ეს ლამაზი თითბერის ჭაღი, რომელიც ადრე ამ ოთახს ანათებდა. კედლებზე კი ყველა თეფში ისევ პიტია, მათზე ძალიან საინტერესო დიზაინებია გამოსახული. აქ თითქოს რაღაც გამოცანაა, უნდა გაშიფრებ, რომ ყველა სხვადასხვა არტეფაქტი და ნივთი რომ ალბათ ფრაზა შეადგინ. იქ ხედავ ტახს, ხედავ ცხვარს, ხედავ ნავს. საოცარია. ნება მომეცით რაღაც გაჩვენოთ, ეს ძალიან მომწონს. შეხედეთ, ეს ყველაფერი ჩაშენებული კარადებია, რაც საფრანგეთისთვის ძალიან დამახასიათებელია. ალბათ ყველა თეფში, დიახ, ყველა თეფში აქ ინახებოდა და ესენი იყო განსაკუთრებული თეფშები, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. მათ თეფშების უკანა მხარეს პატარა ემბლემაც კი აქვთ ნილს. აქ წერია ლონგიო. ამაში რა არის? აქ არის ყველა ჭიქა. სასიამოვნოა ნახვა. მოდით დავხუროთ ეს, შეგიძლიათ დაკეტვაც კი. აქ გვერდით ეს ნათურა გვაქვს, მაგრამ მასში რაღაც ძალიან უცნაურია. შიგნით მწვანე ფერის სითხეა,
შეხედეთ, ნათურის შიგნით ალბათ წყალი ან სხვა რამ ჩასხეს, რომ სიმძიმე კონდეს და მყარად იდგეს. ეხლა ძალიან მძიმეა. მე არასდროს შეურევდი ელექტროენერგიას წყალს ასე, მაგრამ ამ ხალხმა ასე გააკეთა. მშვენიერი ნახატია. აქ ზემოთ ჩაშენებული კარადაც გვაქვს, რომელიც სრულიად ცარიელია, მაგრამ ამ წიგნსაც უყურებდი. Gron livre აწერია, რაც ნიშნავს დიდ წიგნს ინგლისურად. დიახ, ეს მათი საოჯახო აღრიცხვის წიგნი იყო. შეხედეთ ამას. სახლის ყველა ხარჯი აქ არის ჩამოწერილი. წერია მაგალითად კვერცხებზე 600 ფრანგი. მგონია ეს ცოტა ბევრია. ალბათ ზუსტი არ იყო, მაგრამ კვერცხი, პური, ყველაფერი აქაა ჩაწერილი და სწორედ ამ წიგნში აწარმოებდნენ აღრიცხვას. აქ კიდევ თამაშებიც დაგხვდა, რომლებსაც ამ ოთახში თამაშობდნენ. თავსატეხი, პაზლი, მშვენიერია. გვერდით რბილი სავარძელია და შემდეგ გვაქვს დიდი სადილის მაგიდა, სადაც ხალხი საღამოს ერთად ვახშმობდა. ხარი, ქალი ხარს მიათრევს. ეს ემბლემა 1925 წლიდან და აქ სასადილოს გვერდით გვაქვს ეს დიდი ბუხარი. რაც ყველაზე მეტად მომწონს ისაა, რომ ბუხრის ზემოთ პატარა გობელენებია ჩამოკიდებული. შეხედეთ, ეს გამოსახავს ფრანგულ ბაღს, რომელიც იმ ეპოქის მეფეებსა და დედოფლებს საჩუქრებს აძლევს. ვაუ! ბაღიდან მოტანილი მცენარეები, ბაღიდან ეკლები, ან იქნებ ეს სურვა, ვერ ვარჩევ, რა მცენარეა ეს ბოდიში. ვაუ, შესანიშნავი ბუხარია ქვემოთ, როგორც ხედავთ. აქ ჯერ კიდევ დარჩენილია ინსტრუმენტები საკვების გადასაბრუნებლად და ქვემოთ საბერველიც დევს. შეხედეთ ამას. შემიძლია გავხსნა. შიგნით ჯერ კიდევ შეშაა დარჩენილი. ვაუ, აქ კიდევ შეშაა. კარგი და მის გვერდით გვაქვს ეს უზარმაზარი სკამი. იგივე რაც დერეფანშია. ოდნა უფრო დიდია ვიდრე დერეფნის სკამი. აქაც ლამაზი კვეთებია, სახეები ყველგან. ალბათ მე-19 საუკუნიდან დარჩენილია ამ ოთახში. ეს ძალიან მომწონს. და ზემოთ კედელზე ვიკინგების რქები ჰქონდა ჩამოკიდებული. ეს კი თევზის ფორმაშია გაკეთებული, როგორც ხედავთ. თევზის ფორმებიც კი ჩანს. ისინი მართლაც სამგანზომილებიანია, რელიეფიც აქვთ. აქ არის სიგარების ყუთი, რომელშიც ჯერ კიდევ სიგარები დევს. შეხედეთ ამას, ეს სიგარა იყო. გონია რომ ეს დიდი რულონი აქ სიგარა იყო, ან დღემდე სიგარაა, შეგიძლიათ გახსნათ და გადაგეცოთ. დიახ, აქ სიგარაა, მაგრამ ის იშლება. ეხლა ლამაზად დავაბრუნებ უკან. მოდით ესეც დავაბრუნოთ ხუთში. ჩვენ გვაქვს ალიგატორის ფორმისაც კი და ეს სახეც ამ სახით შიგნით ძალიან საყვარელია, ყველასთვის ძალიან საყვარელი. აქ კი გვაქვს რამდენიმე ფოტო. გითხარით, რომ 3 ოჯახის წევრი ან 3 ბავშვია და როგორც ხედავთ, აქ 2 გოგოა და 1 ბიჭი. ეს ძველი ფოტოებია, მაგრამ გადაღებულია სახლის წინ, რაც დიზაინიდანაც ჩანს. ძალიან საყვარელია. ბავშვი აქ კედელზე კიდია. და მგონი ახლა სამზარეულოს ზონაში შევდივართ. ღმერთო ჩემო, აქ კიდევ ერთი საოჯახო ფოტო გვაქვს. რაღაც დავინახე. მგონი ეს ბავშვები არიან, როცა უკვე დიდები არის. ხედავთ დედას, ქალიშვილს, ვაჟს და მეორე ქალიშვილს. და ისინი იგივე ადამიანები არიან, რაც ამ ფოტოზეა. საოცარია. ეს ის რაღაცებია, რაც მინდა ვნახო, როცა მიტოვებულ ადგილებს ვიკვლევ. განა ეს არ არის უბრალოდ შესანიშნავი. შემდეგ კი სამზარეულოში შევდივართ. ძალიან ჩვეულებრივი სამზარეულო ასეთი სახლისთვის, ან შეიძლება ვილასაც უწოდოთ, როგორიც ესაა. შეიძლება მსახურები ყოლოდათ, ეს შესაძლებელია? არ ვიცი, ძალიან პატარა ნიჟარა, პირსახოცები ისევ კიდია და თეფშებიც დაუბანელია, ისევ საშრობზეა დალაგებული. ჩანგლები, დანები და კოუზები, რომლებსაც ამ სახლში ირენებდნენ, ბოილერი. და ყველა პროდუქტი, რომელსაც ამ სახლში ირენებდნენ, აქვეა დარჩენილი.
ვაუ, ეს სამზარეულო საოცარი ხალხ. საერთოდ არ შეესაბამება სახლს. შეხედეთ ამ სამზარეულოს ქვაბს. ისეთი პრიმიტიულია. ყველა ჩაიდანი ისევ ზევით დევს. მოდით გავხსნათ ეს მაცივარი. მთელი საჭმელი ისევ შიგნითა, არ მჯერა. ღმერთო ჩემო. თუნ მე ამას დავხურავ, ყველანი. ეს საშინელება ერთი რჩევა მიტოვებულ ადგილებში ძიებისას. არასდროს გახსნათ მაცივარი. ოხ, ეს გიჟური იყო. კარგი უნდა გავიდე ამ ოთახიდან, რადგან სუნი საშინელია, მაგრამ აქ კედელზე რაღაც ძალიან მშვენიერი შევნიშნე. აქ არის იმ ადამიანების სურათების კოლექცია, რომლებიც ოდესღაც ამ ადგილას ცხოვრობდნენ. ყველაფერი აქ არის დატოვებული კედელზე. და როგორც ხედავთ, ეს ის სასადილო ოთახია, სადაც ახახან ვიყავით და ადამიანების ხედან მაგიდასთან ზუსტად ისე, როგორც მე წარმომედგინა, როგორ იყო ადრე. ოჯახის ბავშვები, ბებია, მათი ქორწილის სურათი. ვაუ. აქ ისინი ნიუ-იორკში არიან, უკანა ფონზე ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრით. საინტერესოა. და შეგვიძლია დავინახოთ სარკე, რომელიც სადღაც ზემოთ კიდია. ეს ის სარკეა, რომელიც სასადილო ოთახში იყო. გითხარით, რომ მეგონა სხვაგან იყო, რომ სხვაგან ეკუთვნოდა ამ სახლში. საინტერესოა. მგონი აქ ავტოფარეხში ვამთავრეთ. დიახ, ხასია. რადგან ვხედავთ ველოსიპედს, ლესლი, ბაღის ავეჯი და ყველაფერი აქ არის. და თვითონ ავტოფარეხშიც კი გქონდათ ბუხარი, რომ ეს ოთახი კარგად გაეთბოთ და ალბათ სახლის კაცი აქ მუშაობდა. ღმერთო ჩემო. ეს ბუას გავს. დიახ, ეს არის სრულიად გამშრალი ბუა, რომელიც ალბათ სადღაც სახლის ბაღებში იპოვეს. რა ადგილია? კარგი. სამეურნეო ოთახი. ეს როგორც ჩანს იყო სახლის სამეურნეო ოთახი, სადაც ყველაფერი შეკეთდებოდა და შეიძლება ება ასევე სახლის მსახურებიც აქ მუშაობდნენ. ძალიან საინტერესოა, დაცვითი აღჭურვილობა, ყველა ინსტრუმენტი და ყველაფერი უბრალოდ აქ არის დატოვებული, თითქოს აღარავის აინტერესებს, ხელჩანთაც კი ვიღაცის. და ეს არის სახლის ბარბეკიუ. ვაუ. ლამაზი ოთახია. ვხედავ კიბეს აქ ზევით. ძალიან მაინტერესებს, სად მიგვიყვანს ეს. ეს ისევ ძალიან ჩვეულებრივი ნაწილია სახლისა. ძალიან მომწონს ასეთი ტიპის შუქის ჩამრთველები, რომლებიც აქ კედელზეა. სად მიგვიყვანს ეს? კარგი, ძალიან პატარა ოთახია. შეიძლება ეს ადრე მსახურის ოთახი იყო, როცა ისინი ჯერ კიდევ ოჯახისთვის მუშაობდნენ. რია კოჭები, დაუმთავრებელი კედლები. ეს ნამდვილად არ არის სახლისთვის მნიშვნელოვანი ოთახი. ქვემოთ ბუხარია. ვაუ. კარგი. სახლში კიდევ ერთი ადგილი დარჩა, სადაც უნდა წავიდეთ. და ეს არის. მე მგონია, რომ ეს ზემოთაა, მაგრამ მგონია, რომ ეს მანსარდაა. მოდი წავიდეთ იქ. მოდი თავიდეთ ამ ლამაზ კიბეზე, ამ ადგილის ბოლო სართულზე. ან სინამდვილეში ერთადერთ ზედა სართულზე. როგორც ხედავთ, შპალერი ამ ადგილის მიტოვებიდან გასული წლების განმავლობაში აძურა. ღმერთო ჩემო. და ასევე ხედავ სეიფს აქ ზედა სართულის დერეფნის კუთხეში, რომელსაც კოდიანი, უფრო ზუსტად კი ასოებიანი კოდიანი საკეტი აქვს. საინტერესო. ის ჯერ კიდევ იღება. ალბათ შიგნით საგანძური ინახება. ის პარიზშია დამზადებული. ლამაზია. ის შესანიშნავი შპალერი უბრალოდ ჭერიდან ცვივა. და ეს მეგვიყვანს სხვენში, მეგობრებო. სახლში ბოლო ნაწილი, რომელსაც ვაპირებთ, გამოვიგულეთ. მოდით ეს მნიშვნელოვანი გავხადოთ. მოდით გავაკეთოთ ეს.
პირველი რასაც ვხედავ, არის თერმოსტატი ამ კედელზე. რობინ სერჟ ფარმასია. აქ წერია, ლამაზად გაკეთებულია. ძალიან ძველია. ეხლა კი ავდივართ ზემოთ. სხვენზე ავდივართ. და პირველი რაც დავინახე, თავიდან იარაღი მეგონა. მაგრამ არა, ეს არფუნია. სათადარიგო, სათევზაო არფუნია. ვაუ. შეხედე ამას. არფუნი ისევ შიგლითაა. ბიჟურია. და როგორც ჩანს, აქ სხვენში ბევრი ავეჯი აქვს შენახული. ასევე მომწონს, როგორ არის დაპროექტებული ამ გამოჩენილი ხის და კოჭების გამოყენებით, რასაც ვხედავთ. შეხედე ამას. აქ ძალიან ბევრი ავეჯია, რომელიც ადრე სახლში იყო და აქ არის შენახული. აქ ჩვენს მარჯვნივ გვაქვს ეს ბავშვის საწოლი. საოცარი ბავშვის საწოლია, დიზაინებით გაფორმებული. ძაღლის ქანდაკება აქ მარცხნივ და ზემოთ ისევ დარჩენილია საცურაო აუზი, რომელსაც ბავშვები ირენებდნენ. ეს არის საცურაო აუზის ყუთი. ლამპა, რომელიც ადრე სახლში იყო, მაგრამ ეხლა აქ არის შენახული. ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ ნივთს აგროვებენ და ყველას გონია, რომ ეს სამუდამოდ სჭირდებათ, ამიტომაც ინახავენ მათ თავიანთ სხვენებში. ყველა ანტიკვარიატი, რომელიც ოდესღაც სახლში იყო, ეხლა აქ არის შენახული. ეს სხვენი უსასრულოდ გრძელდება. ძალიან მომწონს ეს სამგზავრო ჩემოდნები, რაც აქ გვაქვს. საოცარია. და ბავშვების სათამაშოებიც კი არის აქ. ქვემოთ იხილავთ იხუს. მე ამას ავიღებ. ეს სათამაშო ბატია. რა საყვარელი ნივთია. ბავშვების როლიკები აქ ზევითაა. და ეს ადრე დივანს გავდა, დივანის გვერდებს რბილ დივანს. ვაუ. აქ ფანჯარა. შეგვიძლია ვილიდან შევიხედოთ. გარეთკენ შევატრიალებ, რომ გარედან ნახოთ. დიახ, ეხლა შეგიძლიათ ნახოთ. ლამაზი ვილა. აქ კიდევ ერთ კარს ვხედავ, რომელიც ამ საკედით არის დახურული. ეს კარი უბრალოდ არსად გადის. არ გინდათ შემთხვევით ამ კარიდან გადადგათ ფეხი? მართლა, არ გინდათ. მაგრამ ეს იმისთვის იყო, რომ მძიმე და დიდი ნივთები სხვენზე აეტანათ. ეხლა უკვე მთელი სახლი შემოგატარეთ, ეს ლამაზი ნივთი და ყველა არტეფაქტი გაჩვენეთ, რაც აქ დარჩენილია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის. ეს იყო შესანიშნავი აღმოჩენა საფრანგეთის სოფელში. თუ მოგეწონათ ამ კვირის ვიდეო, გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი. გამოიწერეთ არხი თუ აქ ახალი ხართ და მოიწონეთ ვიდეო, ეს ძალიან გამახარებს. აღწერაში ასევე არის გმული, შეგიძლიათ მხარი დამიჭიროთ. Patreon-ი არის გზა, როგორაც ვაფინანსებ ამ ვიდეოებს და შეგიძლიათ ამაში დამეხმაროთ. ალბათ თუნდაც ერთი ჭიქა ყავით. ეს ჩემთვის საკმარისია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მომავალ კვირას კიდევ ერთ ეპიკურ მოგზაურობაში შეგხვდებით. დიდი მადლობა თქვენ. ნახვამდის. ყველას ძალიან მიყვარხართ.